ასევე ჩემთან ერთად არა მარტო განახეთ რანაირად როგორ უნდა ივარჯიშოთ, არამედ განახეთ მეც როგორ ვარჯიშობ, რომ გაიგოთ, რომ ეს არ არის ტყვილი და ადამიანს შეუძლია ყველაფერი. არა მარტო ესა, არამედ ესაც. თუ გინდათ შემსავით ვარჯიში იყო ძლიერი, შეგიძლიათ ყველაფერი, მთავარია მონდომება. არავის არ დაუჯეროთ რა არის სწორი და რა არ არის სწორი. როცა მოდიხარ სავარჯიშოდ, ყოველთვის იცოდეთ, რომ მთავარია мотивация და მოხვიდეთ სავარჯიშოდ. სწორად გააკეთეთ თუ არა სწორად, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ვიღაცას გასწავლით რანაირად როგორ არ დაუჯეროთ. მოდით უბრალოდ ივარჯიშეთ. ნელ-ნელა გავუმჯობესეთ თქვენ იმას. მთავარი მოხვიდეთ გოგოებს და ბიჭებს. მე ვარ ახლა 59 წლის და ახლა ნელ-ნელა მე ჩავწერ უკვე ვიდეოებს. როგორ ფორმაში ხარ თქვენ ხომ ხედავთ? ხოდა რამდენს ვაკეთებ? თან სუფთაზე. არანაირი წამალი, არანაირი ქიმია არ მაქვს. მე რო გავაკეთო ეს ქიმიური რაღაცები, ვერ წარმოგიდგენია რამდენს გავაკეთე. ამიტომაც ჩემი უფრო გრძელი ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ ჩემი YouTube გვერდზე. დავწერ რა თქმა უნდა მე. ეს ჩემი პირველი უკვე როგორც ბლოგერი და მინდა რომ ხალხს აუხსნა რანაირად შეიძლება ვარჯიში, რანაირად შეიძლება ცხიმის დაკლება, გოგოებს რამდენი ვარჯიში საერთოდ ზოგადად არაა საჭირო და გავარჯიშებენ მაინც და გეუნებენ მოდი ეს კუნთი. გაიგე, მთავარია ჯერ მთლიანად სხეული გააკეთო და მე საერთოდ პატარ-პატარ გუნდს კუნთს ვისაგნოთ და ამუშავებთ. ასე რომ мотивация